სიტყვა პოლიტიკის დეფინიცია. საინანაც მოდის ბერძნულიდან იცით, რომ ეს პოლიტაი მოქალაქეები არიან და პრინციპში ყველაფერი ეხებათ და იგივე სოლონს რო კითხო, კაცი რომელიც გატრუნულია და აზრი არა აქვს იმაზე რაც გარშემო ხდება, ის არის გასაგდები ქალაქიდან და კაცი რომელიც თუნდაც მარტო გიჟივითი ძახის რო არ მომწონს და აწუხებს სხვებს ის პირიქით დასაფასებელია, თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება დაგაფიქროს და სისულელეს რომ წამბობდეს, შეიძლება რაღაცა კარგ აზრამდე მიგიყვანოს იმითი, რომ რაღაცა განსხვავებულს იძახის. ესე იგი, თუ პოლიტიკას უყურებთ როგორც ადამიანების ურთიერთქმედებას სახელმწიფოში, საზოგადოებრივ ცხოვრებას, ხო, განათლება ამისი განუყოფელი ნაწილია. და აქ გამიჯნა არ გვინდა. თუ ჩვენ პოლიტიკას შევხედავთ ისე, რომ რაღაც პარტიული ინტერესები რამდენად შეიძლება უნივერსიტეტში შევიდეს, ხო, რასაკვირველი არა. მაგრამ დღეს როგორც თავაზობენ, რომ პოლიტიკა არ გვინდა, ეს რას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩემია და შენ თუ მე არ მოგწონ ვარ და ამას ამბობ, აი ეგ არის პოლიტიკა და ეგ მოაშორეთ უნივერსიტეტი. ეს ბუნებრივია, რომ ძალიან არასწორი მიდგომაა. მე ვარ ლევან გორდეზიანი, ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ეხლა ჩვენ ვართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მერვე კორპუსში, სადაც 1997 წლიდან დაიდობინა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა. ეს ახლა არის დირექტორატი პლუს რაღაცა პატარა სხდომები, რაღაცა ტიპის ლექციები ტარდება. რის მაგის იყო და კარზე დატოვეს წარწერა, გივეუბნები რომ ლენინის მავზოლეუმი ხო არ არის მოხსენით წარწერა თქო, მაგრამ ხო თვითონ რის მაგი რამდენი მიშარშან გარდაიცვალა და პენსიაზე იყო გასული კაი 8 წელი მანამდე ესე რომ. ამ კათედრას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. კლასიკური ფილოლოგია ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტის გახსნის მომენტიდანვე იყო და ხელმძღვანელობდა ამას ტარტუს უნივერსიტეტიდან სპეციალურად ამ საქმისთვის დაბრუნებული გრიგოლ წერეთელი. საბჭოთა კავშირში ბიზანტიის მიმართ რაღაც სპეციფიური დამოკიდებულება იყო, ამიტომ ცალკე ბიზანტინოლოგიის კათედრას ფეხს ითრევდნენ. და ესე იგი, ასევე ამ კათედრის ბაზაზე დაიწყო ახალბერძნულის შესწავლა. პირველი ასეთი გარღვევა, ვთქვათ, საბჭოთა კავშირის გარეთ ესეთი ოფიციალური ინსტიტუციონალიზებული კონტაქტის დამყარება იყო იენის უნივერსიტეტთან. მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ შემსწრე ვარ მაგისი და ამ 60-იანი წლების ბოლოდან ძალიან ინტენსიური იყო ეს კონტაქტები. ანეგრეთ პლონტკელუნინგი ჩვენ რო სტუდენტები ვიყავით, ორივენი იმ დროიდან დადის და დღემდე არის ჩართული და სწორედ ცოტა ხნის წინ მიიღო ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტული. სახელმძღვანელოზე იყო დიდი თავგადასავლები, იმიტომ რომ ხა თუ არ ვცდები, ახალბერძნულის სახელმძღვანელო საბჭოთა კავშირში იყო რაღაცა სპეცსამსახურების შიდა მოხმარებისთვის და ესე იგი ის რაღაცნაირად მოიპოვა ის მაგმა უფლება, რომ იმის საფუძველზე რაღაცა გაკეთებულიყო და აქ ესწავლებინათ ახალბერძნული. და 97-ში გადმოვედით აქ და აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი როლი მისი საბერძნეთის საელჩოსი და ელჩის კრიეკუკისის, რომელმაც მოიზიდა მნიშვნელოვანი დაფინანსება და ფაქტობრივად ეს განყოფილება ჯერ და მერე კათედრა იყო ერთგვარი ცენტრი კულტურული ახალბერძნულის, რომელიც გარდა სტუდენტების სწავლისა, ასევე სკოლაში მასწავლებლების პროგრამას ახორციელებდა და დღემდე ახორციელებს. დღეს უკვე აღარ ვიცი, როდესაც უცხოური ფინანსები კრიმინალიზაცია მოხდა
ეხა როგორ იქნება, მაგრამ მთელი ეს წლები საბერძნეთი აფინანსებდა იმას, რომ ჩვენ მოგვემზადებინა სკოლის მასწავლებლები ახალბერძნულში და იმათ ხელფასზე ქონოდათ გარკვეული დანამატი, ისე რომ ეს უცხოური დახმარება იყო პრინციპში მაშინ ერთადერთი შანსი გადარჩენის, არა მარტო წინსვლის, უბრალოდ რომ ეს შენარჩუნებული იქნა. ხო, უკვე მთელი თაობებისთვის ეს მერვე არის გარკვეული კულტურული ცნებაც და არა მარტო კორპუსი ვაგეში. არა, დღეს არ ვიცით, ნუ ახლა რასაც პარლამენტი ესე ჩქარიტაშით იღებს, იმას მე მგონი ბევრი მთლად სერიოზულად არც უყურებს. თუ ახლა ეს წარმოვიდგინეთ თეორიულად მაინც, რომ განხორციელდეს, ხო, ეს ნიშნავს უნივერსიტეტის დახურვას რა. ეს არის ამ კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა. ეს ბიბლიოთეკა დიდი წვალებით შედგა და ცხადია უცხოელი კოლეგების დიდი დახმარებით. ახლა ნაწილი რის მაგმა ჯერ კიდე ახალგაზრდობაში ჩამოიტანა მოსკოვიდან და ნუ შემდეგ, როდესაც ეს კონტაქტები უცხოელებთან უფრო გაიოლდა, ისინი თავის წიგნებს გვიგზავნიდნენ ამ ჩვენ სფეროში, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი კარგი ბიბლიოთეკა შედგა წვალებით და ნუ თავიდან რომ დავდიოდით კორპუსთან კორპუსში იმას დავათრევდით ისე რომ ეს წიგნები ზოგი წაკითხული მაგ და კიდე მეტი ნათრევი ზურგით. იმიტომ რომ ჯერ პირველი კორპუსთან მაღლივში, მერე მაღლივიდან აქეთ თვითონ სიტყვა ძალიან კარგად ჩანს ის ეტაპები, როგორ მივედით ჩვენ ამ სიტყვას. 91 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული ამ ამბებში, ისე რომ უკვე კაი 15 წელი გამოდის. ჯერ სანამ ბოლონიის პროცესში უერთდებოდით, ეს მაგისტრატურა ბაკალავრიატი შემოვიდა 90-იანი წლების მეორე ნახევარში და შესწავლილი იქნა ეს გამოცდილება, რაც არის დასავლურ ქვეყნებში. ამის შესაბამისი რეფორმები უნივერსიტეტში გატარდა 90-იან წლებში ჯერ კიდევ. ხავარდების რევოლუციის მერე ძალიან დაჩქარდა პროცესები. ახლა მაშინაც როგორ იყო, უპირობოდ პოზიტიური იყო ბოლონიის პროცესთან შეერთება, იმიტომ რომ ამან რაღაცა წითელი ხაზები დადო და იყო გარკვეული სტანდარტი, გარკვეული ორიენტირი. ხელისუფლებას ჰქონდა მაშინაც და ყოველთვის ის ინტერესი, რომ აკადემიური წრეები რაღაცნაირად გააკონტროლოს. პოტენცია იმისი, თქვა, სტუდენტური პროტესტის თავიდანვე რაღაცნაირად ზღუდოს. რაღაცეებში, თქვა, ნუ ზედმეტად სწრაფად ხდებოდა, იყო გარკვეული გადახრები. მაგრამ მიმართულება ასე თუ ისე იყო შენარჩუნებული ყოველ შემთხვევაში მე არ მქონდა იმის განცდა აქამდე რომ რაღაცა კეთდება უბრალოდ ბოროტი განზრახვით. სადღაც შეიძლება ყოფილიყო, რომ ნუ ვიღაცას ტემპერამენტი აქვს, რაღაცა ეჩქარება, რაღაცა უნდა რომ სწრაფად ქნას, მაგრამ ხა ის რომ ზოგადად ჩანაფიქრი იყო რაღაცის გაფუჭების, ხო, ეს განცდა მაინც და მაინც არ გამჩენია. პროშტოში რომ უხსნიდი, რომ აი ის რაც უნდათ რატო არ ვარგა, ამას იგებდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება მოხდება. ამის შესახებ დღეს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ნუ ამ ახალი ხელისუფლების ფარგლებში ეს პირიქით იყო. შემდეგ ხო, ნუ ამას ნელ-ნელა გაძლიერდა კონტროლი, შემცირდა რაღაცა წინსვლა და ნუ ეს ბოლო რეფორმა პრინციპში არის ჩემ თვალში სრულიად წარმოუდგენელი რამე, იმიტომ სრულიად საპირისპიროა აი არსის რა შეიძლება განათლება იყოს. პროტესტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ოცნების გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. რა შეიძლება უმაღლესი განათლება იყოს. დღეს არის პირველ რიგში, რომ შენ მოემზადო ამ რთული ცხოვრებისთვის შეგეძლოს არაორდინალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება
და ამისთვის არის საკმაოდ ხანგრძლივი სწავლა, სადაც უნდა თვალსაჩინო გაიფართოვო, კრიტიკულ აზროვნებას მიეჩვიო და ბუნებრივია შენ სფეროში რაღაცა საბაზისო ცოდნაც მიიღო, მაგრამ ამისი სრულიად საპირისპირო ის არის, რომ შემცირდეს სწავლის ხანგრძლივობა, ამისი სრულიად საპირისპირო მოთხოვნა არის, რომ მთავრობამ უნდა დაადგინოს რის სპეციალისტი ჭირდება ქვეყანას და თქვათ იმდენი კაცის მომზადება შეუკვეთოს უმაღლეს და დაუფინანსოს და დანარჩენი აკრძალოს. ჩემთვის არსებითია ის, რომ თვითონ მიზანი არის არასწორი. ეს უნდა შევახსენოთ ჩვენი არსებობა, ჩვენი ბრძოლა. ეს კონტროლის სურვილი გასაგებია, რომ ყველა მთავრობას ჰქონდა და ამათ ასე ესმით, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ინტელექტუალური წრეების ბოლომდე განკონტროლება ვერც ვერავინ ვერ შეძლო, ვერც სტალინმა და იმ შუა საუკუნეებშიც როცა კოცონზე წვავდნენ ხალხს არაორდინალური აზრებისთვის, ამ დროს იმ უნივერსიტეტებს მიცეს საშუალება, რომ თქვენ შიგნით რაზეც გინდათ ილაპარაკეთ, იმიტომ რომ ესმოდათ, რომ ამის გარეშე წინ რაღაცა ვერ წავა. გარდა ამისა, სავარაუდოდ არის რაღაცა ფინანსური პრობლემები, რომლის დაძლევაც შეიძლება მოხდეს ვაკე-საბურთალოში კორპუსების გაყიდვით. ბოლგად, ეხხედავი. დაიცავი განათლება. გაერთიანება ჯერჯერობით რაც თქვეს, ეს არის, რომ ორი რექტორი უნდა მოხსნან და დანიშნონ ერთი მოურავი. დანარჩენი, ალბათ იმიტომ, რომ პროტესტი არ იყოს დიდი და ერთბაშად ყველა არ გაგიჟდეს, ხო? ალბათ ამიტომ გითხრეს, რომ დანარჩენს არაფერს არ შეეხება. მაშინ საერთოდ რატო კეთდება? ფაქტია, რომ კეთდება შემცირებისთვის, მაგრამ, ხო, ჯერჯერობით თქვათ ეს ხმამაღლა არ თქმულა. არის სრულიად წარმოუდგენელი და დაუშვებელი ის, რომ ვიღაცა მოხელემ გადაწყვიტა დილას დაურეკა რექტორს და უთხრა, რომ გავაუქმე შენი უნივერსიტეტი და შუა დღეზე ეს გამოაცხადა. ეს არის პირველ რიგში მიუღებელი, რომ ესე იგი არ გაგდებენ არაფრად, არც იმ კონსტიტუციის ჩანაწერს ავტონომიის შესახებ, არც ჩანაწერს აკადემიური თავისუფლების შესახებ. ეს სახელმწიფო უნივერსიტეტები ესე ნაჯახით გაჩეხე და რაღაცაში ერთე რაღაცა გადაყარე, ამ უფლებასაც, რომ თავისუფლად აირჩიოს ადამიანმა სად უნდა სწავლა, უზღუდა. ჩვენ კონკრეტულ მაგალითზეც რომ თქვათ, თებერვალში ჯერ კიდე შარშან იყო ჩამოსული იენიდან საკმაოდ დიდი დელეგაცია და ილიონისთან და ჩვენთან. წინასწარი მოლაპარაკება იყო, რომ რაღაც ერთობლივ პროექტებს გავაკეთებ, სტუდენტების გაცვლას, სამეცნიერო პროექტებს, ასე შემდეგ. სექტემბერში ვიყავით უკვე კონფერენციაზე, იქ ძალიან თბილად დახვდნენ, მაგრამ შეხვდა ოფიციალური პირი და გითხრა, რომ ძალიან დიდი ბოდიში თქვენთან ისეთი რაღაცები ხდება, რომ სახელმწიფო პული გერმანიიდან ვერ წამოვა. პირადად მეგობრობას ვაგრძელებთ, მაგრამ ეს პროექტები დროებით დაივიწყეთ. ისე რომ ეს არ არის რაღაცა შორეული პერსპექტივა და ჩემი ფანტაზია, ეს არის რაც პრაქტიკულად ხდება. აი გრძალანებისმიერი გრანტი იქნება ეს ფულად მოცემული თუ თქვათ რაღაცა ის რომ წიგნი გამოგიგზავნონ ან სტატია დაგიბეჭდონ ან რაღაც ეგეთი ამის კრიმინალიზება თუ მოხდა, ბუნებრივია რომ ისინიც ვეღარ წამოვლენ ამ ამაზე, იმიტომ რომ ხა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საბერძნეთის მთავრობამ თქვათ ნებართვა ითხოვოს, რომ თუ შეიძლება შენ მასწავლებელ სკოლაში რო ბერძნულს ასწავლის, ჩაურიცხავ ფულს. და შენ ეტყვი, რომ მოიცე მე მაგ მასწავლებლის Facebook-ს გავქეკავ, ნახავ რა პოსტები უდევს და ამის მიხედვით ან მოგცემ ამის ნებას ან არა. ეხლა წარმოგიდგენიათ ესეთი რაღაც. ეს უნივერსიტეტი თავიდანვე შეიქმნა იმ ევროპული იდეით უნივერსიტეტის, ხო? ზუსტად ეს იყო ჩანაფიქრი, ეს უნდათ, მაგრამ ხა იმისი ღალატი ერთია, ეს უფრო რაღაც ემოციური მომენტია, მეორე არის, რომ დღეს რამდენად აზრიანია რა, ეხლა ამ ღალატის შედეგად, რომ დღეს რაღაცა ძალიან კარგს აკეთებდე, ხო, კიდე დავფიქრდებოდით, რომ თქვათ იმ ჩვენი წინაპრების ხსოვნა დავივიწყოთ და რაღაცა ისეთ სიკეთეს დავეწაფოთ, რისი არსებობაც იმათ არ იცოდნენ, ხო, ეგ კიდე სხვა არის რა.
ხა ზოგადად ეგრეა, რომ მაინც უმრავლესობა თავის ეზოსიკით არ იყურება, ურჩევნია, რომ დიდ პრობლემებზე არ იფიქროს, სანამ ეს მას უშუალოდ არ შეეხება, ნუ მე როცა მოგეკაკუნებს კარზე, ცოტა გვიანი არის ხოლმე, კი რა საკვირველია ეგრეა. მაგრამ ნუ მეორეს მხრივ ხა ისეთი ვითარებაა, რომ ხა ვინც როდის გამოფხიზდება და მიხვდება, რომ რაღაცა პრობლემაა, რომელსაც გადაჭრა ჭირდება, ნუ ჯობია გამოფხიზდეს, ვიდრე არ გამოფხიზდეს. ხა ერთი კი არა საკვირველია, რომ ვინც ესე თვინიერად იყო და მისდევდა იმას, პირველ რიგში იმას მიადგნენ. იმიტომ რომ მოლოდინი რო ახლა ესენი ამასაც გადაყლაპავენ იყო. ხა სხვა საკითხია, შედეგი რა იქნება. 50 წელია რაღაც სხვადასხვა პროტესტში ვარ დაწყებული სკოლიდან, როცა რაღაც არ მომწონდა და იქ აქციებს უწყობდით. ჯერ კიდე 70-იან წლებში, 70 წლების შუახანებში მე 78-ის აქციები, მე 89, მე ასე შემდეგ. Როდემდე აპირებთ ბრძოლას? ბოლომდე რო გითხრა. რა ვიცი, ადამიანს სანამ ხარ, ფიქრობ რაღაცა გინდა, რაღაცას არ ეგუები, ანუ ამ თვალსაზრისით ბოლომდე.